ქსოვილი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი და ყველაზე მნიშვნელოვანია სამოსისთვის, ერთ-ერთი ყველაზე ძველი, ჯერ კიდევ 34,000 წლის წინ წლის თარიღდება საქართველოს ტერიტორიაზე. ეს არის ეგრეთ წოდებული სელის ქსოვილი, რომელიც აღმოჩნდა ბოჭკოვანი სელი, რომელიც პალეოლითის ხანით თარიღდება და ზემო იმერეთში ერთ-ერთ ობიექტზე არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩნდა და ეს მიანიშნებს იმას, რომ პირველი ის რომ ამ ტერიტორიაზე უძველესი ხანიდან ადამიანები სახლობდნენ და ამ ადამიანებში ესეთი განვითარებული, დაწინაურებული კულტურა არსებობდა. 34,000 პალეოლითის ხანის და წარმოიდგინეთ, რომ უძველესი ქსოვილი იყო სელი, შემდეგ წამოვიდა ტილო, ჯვალო, შემდეგ შალი და აბრეშუმი და ყველაზე გვიანდელი გახლავთ ბამბის ქსოვილი და ბამბის კულტურა ჩვენს ტერიტორიაზე არ არსებობდა, მაგრამ იმის გამო, რომ საქართველოს მჭიდრო კავშირი ურთიერთობები გაჩნდა სხვადასხვა ქვეყნებთან, ამ ბამბის კულტურის შემოსვლაც მოხდა და აბრეშუმიც თქვენ იცით, რომ ძველი წელთაღრიცხვის მეორე საუკუნეში არსებობდა აქ და ეგვიპტურ და აღმოსავლურ აბრეშუმს საკმაოდ დიდ კონკურენციასაც უწევდა. ეს ყველაფერი მიუთითებს იმას, რომ ამ ტერიტორიაზე მაცხოვრებელი ადამიანები ძალიან მაღალ განვითარებულები გახდნენ.